გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩნდეთ ჩემი ვიდეოები. დღევანდელი ჩემი სასაუბრო თემა იქნება ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენები და რა ეტაპზეა ეს კონფლიქტი დროის ამ პერიოდში. ჩვენ უკვე წელიწად ნახევარი ამ კონფლიქტის შესახებ გვესმის მედიიდან, საერთაშორისო მედიიდან, რომ არის უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და რომ არის ჰუმანიტარული კრიზისი. მაგრამ დეტალურად არასდროს გავცნობი ვარ თუ რა ხდება და რა კონდიციაში ამჯერად ეს კონფლიქტი, რა მოტივები აქვს ამ შემთხვევაში ისრაელს და სურს ამ შემთხვევაში ჰამას, რომელიც ითვლება ღაზის სექტორის მმართველად. ამ წლის დასაწყისში, სანამ დონალდ ტრამპი ოფიციალურად პრეზიდენტი გახდებოდა და მისი ინაუგურაცია შედგებოდა, მან ცადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ღაზის სექტორში და გარკვეულწილად ეს გამოვიდა კიდევაც 19 იანვარს ამერიკული დიპლომატიის აქტიურობის შედეგად ეს შეთანხმება მიიღწა ისრაელსა და ჰამას შორის და ამ ცეცხლის შეწყვეტამ გასტანა დაახლოებით 2 თვე მარტის შუა რიცხვებამდე და ამ ცეცხლის შეწყვეტამ გარკვეულწილად შეამცირა ის ადამიანური მსხვერპლი, რაც ზოგადად ბოლო წელიწად ნახევარია ღაზის კონფლიქტი ხასიათდება. თუმცა დაახლოებით ეს იყო 18 მარტი, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტას აუქმებს და ის აგრძელებს ღაზის სექტორის დაკავების ცდილობას, მისი ოკუპაციის ცდილობას და ჰამასის საბოლოო განადგურების სურვილს. მან 18 მარტიდან სრულ ბლოკადაში მოაქცია ღაზის სექტორი და ამ პერიოდიდან აიგრძელა ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ამ ტერიტორიაზე. ამ ყოვლისმომცველმა ბლოკადამ გასტანა ასევე დაახლოებით 2 თვე, მაისის მეორე ნახევრამდე, 11 კვირაზე მეტი ხანი ეს იყო პერიოდი, როდესაც ღაზის სექტორში არც ერთი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა არ შესულა და გეომეტრიულად გაიზარდა შიმშილის მასშტაბი და ხარისხი ღაზის სექტორში და ჩვენ დღეს ვნახავთ თუ რა მოცემულობაა ამ კუთხით. ასევე საინტერესოა ის, რომ უკვე 16 მაისს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა, ასევე ჰამასის საბოლოო გასანადგურებლად და ღაზის უკვე გრძელვადიანი ოკუპაციისთვის, ასევე დარჩენილი ტყვეების გასათავისუფლებად. ამ ოპერაციას ერქვა გიდეონის ეტლები, გიდეონს chariots, ინგლისურად ასე ეწოდება, ბიბლიური სახელწოდება და რომლის მიზანი იყო, როგორც გითხარით, ჰამასის საბოლოო, ასე ვთქვათ, განადგურება. ამ ოპერაციის დაწყებიდან კვლავ იზრდება, ასე ვთქვათ, მსხვერპლის ოდენობები ღაზის სექტორში და ის აღწევს უკვე დღეში რამდენიმე ასეულ ადამიანს. თუმცა მაისის ბოლოსკენ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოები მაინც შევიდა ღაზაში, თუმცა ეს არ არის იმ მოცულობების, რომელიც დააკმაყოფილებს ღაზის ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, მოთხოვნას საკვების და სხვა ჯანდაცვის კუთხით. აქ ჩვენ გვაქვს გაეროს ოფიციალური მონაცემები 28 მაისისთვის, თუ რა სიტუაცია იყო ჰუმანიტარული თვალსაზრისით ამ კუთხით ღაზის სექტორში და ეს მონაცემები ეყრდნობა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას. 28 მაისისთვის ღაზის სექტორში მიმდინარე წელიწადნახევრიანი კონფლიქტის შედეგად უკვე გარდაცვლილია 54,000 ადამიანი. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აქედან 22,000 არის მამაკაცი, 15,000 არის ბავშვი, 8,000 არის ქალი და 4,000-მდე არის მოხუცი. 123,000 დაზიანებული, დაზარალებული, დასახიჩრებული ადამიანი. ასევე ჩვენ ვხედავთ რუკას, სადაც კარგად ჩანს დღევანდელი სიტუაცია ღაზის სექტორში, ტერიტორიული მოცემულობა. აი აქ იასამნისფერ ვთქვათ, ლაქებს რასაც ხედავთ, ეს არის დემილიტარიზებული ზონა, ისრაელის მოთხოვნილი ზონა, რომ ამ ზონაში არანაირი გადაადგილება აკრძალულია და ამ ზონას ამ შემთხვევაში აკონტროლებს ისრაელი და ხოლო დამატებით ესეთი წითელი ლაქები, სადაც ჩანს, ეს არის უკვე აი 18 მარტს დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შედეგად დაწყებული ახალი ეტაპი კონფლიქტის, აი ამ ეტაპზე მოთხოვნილი დამატებითი ტერიტორიები, რომლებიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დემილიტარიზებული და ხშირად არის ხოლმე პერიოდულად
ზოგადად ისრაელს ღაზის სექტორი დაყოფილი აქვს რამდენიმე ასეულ პატარ-პატარა სექტორად, რომელსაც აქვს თავისი ნომრები და ხშირად არის რომ ასე ვთქვათ წინ დაბომბვების წინ ისრაელი აფრთხილებს ღაზის მოსახლეობას რომ ამ სექტორიდან გავიდნენ დატოვონ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ იქ უნდა მიიტანოს იერიში და პრაქტიკულად წელიწად ნახევარია ჩვენ ხედავთ ღაზელი პალესტინელების მუდმივ ასე ვთქვათ გადაადგილებას. მათ არ აქვთ ერთი დისლოკაცია, სადაც ისინი შიდა მიგრანტებად, ასე ვთქვათ, კარვებში ცხოვრობენ. ეს არის პერმანენტული, ასე ვთქვათ, გადაადგილება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ეს არის რაღაცა აი ამ გადაადგილებას და როგორ ვთქვა მას ექსოდუსებს, მცირე ექსოდუსებს ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს. როგორც ვახსენე 18 მარტს განახლებული კონფლიქტის შედეგად თუ აქამდე მაგალითად რჩებოდა ღაზის მაცხოვრებლების გარკვეული პროცენტულობა, რომელსაც შიმშილი არ აწუხებდა, ეს იყო საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 5%. აი ამ 18 მარტიდან მოყოლებული უკვე ღაზის მოსახლეობის 100% შეეხო შიმშილის გარკვეული გრადაცია და ოფიციალურად შიმშილს აქვს 5 კრიტერიუმი შეფასების და ყველაზე მწვავე არის მეოთხე და მეხუთე საფეხური. მეხუთე საფეხური არის, როდესაც მოსახლეობის 20%-ზე მეტს უბრალოდ რამდენიმე დღე არ აქვს საკვები, კვების შესაძლებლობა. მეოთხე საფეხური ეს არის, როდესაც რამდენიმე, ასე ვთქვათ, დღის კვებას ადამიანი ტოვებს, ან მაგალითად დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება და აი აქ გაეროს მონაცემებით დღეს უკვე 1 მილიონზე მეტი ღაზელი პალესტინელი აი მეოთხე ფაზაზე იმყოფება, ხოლო თითქმის 9 მილიონი ადამიანი არის მეხუთე ფაზაზე. შეგახსენებთ იმას, რომ ეს არის, როდესაც ადამიანი რამდენიმე დღე ვერ იკვებება და აქვს ესეთი საკვების დეფიციტი. ასევე თქვენ როგორც აქ ხედავთ, 81% სათესი მიწების განადგურებულია, 83% აი ესე სასოფლო სამეურნეო მიწებისა და წყლის წყაროების პროცენტულობა განადგურებულია და ასევე სათბურების 71%, რომლებიც იყო ღაზაში, ესენიც არის განადგურებული. 72% საზღვაო ტერიტორიაზე არ შეიძლება თევზაობა, ეს აკრძალული აქვს ღაზაში პალესტინელებს, თუ კი ამას ისინი განახორციელებენ, მათზე ხდება მომენტალურად ისრაელის საზღვაო თავდაცვის ძალების მიერ, საპატრულო ძალების მიერ თავდასხმა. ასევე დარჩენილია მხოლოდ ღაზაში მანამდე არსებული მაგალითად აქ ცხრების ფარის მხოლოდ 36%, თხების მხოლოდ 39%, ხოლო ცხვირის საქონლის მხოლოდ 4%-მდე. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ღაზის მოსახლეობის საშუალო ასაკი საკმაოდ დაბალია, ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს პალესტინურ ამ სექტორს და უმეტესწილად აქ არის დაახლოებით 18 წლამდე ბავშვები და აქ არის მითითებული, რომ მილიონამდე ბავშვს აქვს ფსიქო-მენტალური პრობლემები და ესაჭიროება ამ კუთხით დახმარება. 62% მოსახლეობის არ გააჩნია არანაირი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც საკუთარ საკუთრებას დაადასტურებს. აქვე თქვენ ხედავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში 452 ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში შესული ადამიანი არის მოკლული, 315 არის აქედან გაეროს თანამშრომელი, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, 1600-მდე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, ექიმი, ექთანი არის ასევე მოკლული ამ ხნის განმავლობაში და ასევე 219-მდე ჟურნალისტი არის მოკლული ამ ხნის განმავლობაში, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი, მსგავსი რაოდენობის ჟურნალისტი საკმაოდ დიდი ხანია კონფლიქტებში არ დაღუპულა. ღაზის სექტორში არსებული წყლის რესურსების 72% უკვე იმყოფება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისრაელს აქვს ოკუპირებული ღაზის სექტორის ეს ნაწილი. მოსახლეობის 90% განიცდის არასტაბილურ წყლის მომარაგებას, ხოლო 75% ამ შემთხვევაში სუფთა წყლის დეფიციტს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეძუძურ დედებს უჭირთ საკუთარი ახალშობილების გამოკვება და იმ ნივთებით მომარაგება, რომელიც ჭირდება ახალშობილებს და ზოგადად ეს ბავშვთა კვების დეფიციტიც ცალკე არის გამოკვეთილი ამ მონაცემებში, ასევე დანგრეული შენობების და სახლების რაოდენობა ღაზაში უკვე განადგურებულია 436,000 შენობა, საცხოვრებელი შენობა, რომელიც
საიდანაც 160,000 არის სრულად განადგურებული, ხოლო 276,000 არის ანახევროდ დანგრეული და მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება დროებით თავშესაფარში. აქვე აუცილებლად საჭირო რომ ვახსენოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში უკვე 2300 საგანმანათლებლო დაწესებულება არის განადგურებული ხაზის სექტორში. ამაში მოიაზრება როგორც ბაღები, დაწყებითი სწავლის საფეხური და უნივერსიტეტები. უნივერსიტეტები აქ ცალკეა გამოყოფილი, 60-ზე მეტი უნივერსიტეტი არის ამ შემთხვევაში დანგრეული და 700,000-მდე სკოლის ასაკის ბავშვს არ აქვს შესაბამისად განათლებაზე ხელმისაწვდომობა. აქვე მნიშვნელოვანი იმის აღნიშვნაც, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე კონტროლი სრულად აქვს ისრაელს, ის განკარგვავს, რომელი ორგანიზაციები შევიდნენ ამ ტერიტორიაზე, რომელთა აქვს შესვლის შესაძლებლობა და უფლება და ის იძლევა აი ამ ოფიციალური დავარქვათ ამას საშვები და აი 27 მაისისთვის, აქაც არის მოცემული, 12 ასეთი ორგანიზაცია გავიდა ღაზადან, 136-ს უარი ეთქვა ამ შემთხვევაში ამ ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაზე და მხოლოდ 64 ორგანიზაცია აქვს შესაძლებლობა ამ დროისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ღაზელ პალესტინელებს. ოპერაცია გიდეონის ეტლები გახდა ის მომენტი, როდესაც დასავლური დიპლომატია ღაზის სექტორის მიმართ პასიურობიდან გადავიდა აქტიურ ფაზაზე. ჩვენ ვახსენეთ შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები სტივ ვიტკოფის ხელმძღვანელობით და ის ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც და აი ამ ოპერაციამ ხელახლა ასე ვთქვათ გაანაახლა აი მოლაპარაკებების საჭიროება ჰამასსა და ისრაელს შორის. გარკვეულწილად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, რომ მაგალითად სტივ ვიტკოფამ მოახერხა გარკვეულ შეთანხმება ამ მხარეების, თუმცა შემდგომ ვრცელდებოდა ამის გამომრიცხავი ინფორმაცია, რომ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, რომ მაგალითად ჰამასი თანხმდებოდა გარკვეულ პირობებს, შემდგომ ისრაელი არ თანხმდებოდა და მოკლედ ეს ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენ რაღაც აი გაურკვეველ საინფორმაციო ველში ვარ. ამ კუთხით როგორც ვახსენე, ისრაელს აქვს მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომ სრულად გათავისუფლდეს ყველა ტყვე, რომელიც ამ შემთხვევაში ჰამასს ყავს დაკავებული, ეს არის 58 ადამიანი, თუმცა ამ 58-დან მხოლოდ ნაწილია ცოცხალი, დანარჩენს მხოლოდ რამდენიმე ათეული, 20-ზე მეტი ადამიანის მხოლოდ ცხედარია ჰამასის ტყვეობაში და ასევე ჰამასის სრულად განადგურება და ღაზის სექტორის მმართველობიდან შესაბამისად ჰამასის ჩამოშორება. რა თქმა უნდა, ეხლა ესეთი პირობები ჰამასისთვის მიუღებელია. ამ შემთხვევაში ისრაელი მხოლოდ თავაზობს დროებით ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ასევე მიუღებელია ჰამასისთვის, დროებით ცეცხლის შეწყვეტას ტყვეების სრულად გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა, როდესაც ასე ვთქვათ, გათავისუფლდება ეს ტყვეები სიტყვაზე და ეს ცეცხლის შეწყვეტის რაღაცა გარკვეული ეტაპის დასრულება, შემდგომ ასე ვთქვათ, კარტ ბლანში ეძლევა ისრაელს, რომ ახლა კარტ ბლანში არც აქამდე აკლდა, მაგრამ ამის შემდგომ ასე ვთქვათ, თავისუფლება იქნება განახორციელოს ის სამხედრო ოპერაციები, რაც მას აქვს გეგმაში ჰამასთან მიმართებაში. რომ გავაგრძელოთ დასავლური დიპლომატიის საკითხიც, ჩვენ აი ამ მაისში პირველად ვნახეთ გააქტიურებული დასავლეთ ევროპული ქვეყნები და გარკვეულწილად შეცვლილი რიტორიკა. პირველი მერცხალი ამ მიმართულებით იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც პირველად დააყენა დღის წესრიგში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი და მან ამ საკითხს უწოდა პოლიტიკურად და მორალურად აუცილებლად გადასაჭრელი საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ეს საკითხი ასე ვთქვათ, საბოლოოდ არ გადაიჭრება, აი ეს კონფლიქტი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს ამხელა ჰუმანიტარული კრიზისი და გენოციდური მასშტაბის კონფლიქტი პრაქტიკულად არ დასრულდება. და მან მოუწოდა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც, კონკრეტულად დიდ ბრიტანეთსა და ბენელუქსის ქვეყნებს, ჰოლანდიას და ბელგიას, რომ მათ ერთად გადადგან ეს ნაბიჯი და კოლექტიურად მოხდეს პალესტინის სახელმწიფოს გამოცხადება. და ამისათვის ემანუელ მაკრონმა სამიტიც კი ჩაანიშნა ივნისში. ეხლა ეს რამდენად განხორციელდა, რა თქმა უნდა, ემანუელ მაკრონს საკუთარი პირობებიც ჰქონდა, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ისრაელის მოთხოვნებს, რომ ჰამასმა აღარ უნდა მართოს ღაზის სექტორი და ტერორისტული აქტივობები უნდა შეწყდეს პალესტინური რეგიონებიდან.
რამდენად განხორციელდება ეს სხვა საკითხია და არის თუ არა ეს მართლა მიზანზე ორიენტირებული რიტორიკა და განცხადებები და თუ არ არის მხოლოდ შიდა მოხმარების განცხადებები, გამომდინარე იქიდან რომ ევროპაში საკმაოდ მზარდი არის უკვე ღაზის გენოციდის მიმართ კრიტიკა, ბოლოს გამოქვეყნდა რეიტინგები, სადაც უკვე დასავლეთ ევროპაშიც 50%-ზე მეტი მოსახლეობის აკრიტიკებს ისრაელის სამხედრო ინტერვენციას ღაზაში და მომხრე არის პალესტინური სახელმწიფოს აღიარების. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი საფრანგეთის მხრიდან? აქამდე თუ ჩვენ შევხედავთ პალესტინის აღიარების რუკას, როგორ გამოიყურება ის, აქამდე არც ერთ დიდი შვიდეულის წევრ ქვეყანას პალესტინის სახელმწიფო არ ყავს აღიარებული. როგორც რუკაზე ხედავთ შეერთებული შტატები და კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იაპონია და იტალია. თუ კი საფრანგეთის ეს ინიციატივა განხორციელდა, მაშინ პრაქტიკულად მას მიყვება როგორც განვაცხადეთ. სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთიც, იტალიაც, შეიძლება გერმანიაც, სავარაუდოდ იაპონიაც და პრაქტიკულად დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდება შეერთებული შტატები, არის სავარაუდოდ შეიძლება კანადამაც გაიმეორეს საფრანგეთის პოლიტიკური ქცევა და ამ შემთხვევაში დიპლომატიურ იზოლაციაში რჩებიან ისრაელი და შეერთებული შტატები ამ კუთხით და უკვე ჩვენ ნახეთ გარკვეულწილად პოლიტიკური ზეწოლები ემანუელ მაკრონის მიმართ შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან და ასევე ისრაელის ლიდერშიპიდან, კონკრეტულად ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან და თავდაცვის მინისტრ კაცის მხრიდან. ასევე მარტო ემანუელ მაკრონი არ ყოფილა ესეთი კრიტიკის ინიციატორი დასავლეთ ევროპაში, ყველაზე და გასაკვირად ასეთი მორიგი, ასეთი ლიდერი აღმოჩნდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელმაც განაცხადა, რომ ის უკვე ვეღარ ხედავს და ვეღარ, ასე ვთქვათ, იაზრებს თუ რა მიზნით ახორციელებს ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ სამხედრო ოპერაციას ღაზაში და არის თუ არა ის მართლა მიზანზე ორიენტირებული და მშვიდობის დასამყარებლად და რომ, ასე ვთქვათ, ისრაელის დახმარება იქნება ეს დიპლომატიური თუ პოლიტიკური გერმანიის მხრიდან შეიძლება არ იყოს უპირობო. ესეც პრაქტიკულად იყო რევოლუციური განცხადება გერმანიის მხრიდან. დიპლომატიური ზეწოლა არამხოლოდ ევროპიდან გაძლიერდა, არამედ თავად ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად არაბულ სამყაროში და ამ შემთხვევაში ამ დიპლომატიური ზეწოლის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საუდის არაბეთი, მის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ სამინისტროს ორგანიზებით თვითონ დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ტერიტორიაზე, ქალაქ რამალაში ჩაინიშნა არაბული ლიგის წევრი ქვეყნების შეხვედრა, თუმცა აი ამ დაანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა ისრაელი და განაცხადა, რომ ის კატეგორიულად არ დაუშვებს მსგავს სამიტს პალესტინის ტერიტორიაზე და პრაქტიკაში ის ამას აღკვეთავს და მას ამის შესაძლებლობები აქვს გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთ სანაპიროზე შემავალი სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებს იორდანიის ტერიტორიიდან სრულად აკონტროლებს ისრაელი. შესაბამისად ეს ამ სამიტის ლოკაცია შეიცვალა და ჩატარდა მეზობელ იორდანიაში, დედაქალაქ ამანში, სადაც შეიკრიბნენ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი, კუვეიტის და ეგვიპტის დიპლომატები და აქაც კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, გამოხატა არაბულმა ლიგამ, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გარეშე არანაირი დიპლომატიური ნორმალიზება ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის მხრიდან არ იგეგმება, ასე ვთქვათ, ისრაელის სახელმწიფოს აღიარების. ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლა არამხოლოდ საგარეო მასშტაბით არის გაზრდილი, არამედ უკვე თავად ისრაელის მასშტაბით გარკვეულწილად კრიტიკული ჯგუფები და პერსონები მრავლდება და მათ შორის ასეთი პერსონები არიან ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლები, ყოფილი პრემიერ-მინისტრები ისრაელის. მთავარი ამ შემთხვევაში არიან ეჰუდ ბარაკი და ეჰუდ ოლმერტი. ეხლა თქვენ მოგასმენინებთ ეჰუდ ოლმერტის განცხადებას და შეფასებას ბენიამინ ნეთანიაჰუს აი ამ პოლიტიკაზე ღაზის მიმართ. They want to see the Palestinians out of Gaza in order to resettle there. They don't want to see them deported because they want to prepare the ground for a Trump Tower hotel, as maybe some interpreted statements of President Trump to mean. They want it because they want to resettle there, and this is part of their grand design. ოლმერტი იძახის, რომ მთავარ მიზანი ამ შემთხვევაში ისრაელის და მისი ხელისუფლების ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიდერობით არის ღაზის თვლიანი დეპოპულაცია, გასახლება პალესტინელების ამ სექტორიდან, რომ იქ ჩაასახლონ
ებრაელები და აი ეს გეგმა განახორციელონ, რომელიც დონალდ ტრამპმა გააჟღერა, ეგრეთ წოდებული რივიერა გააშენონ ღაზაზე და ააშენონ Trump Tower-ი. They want to do the same in the West Bank. Already now they are inspiring the Hilltop youth, which I call the atrocious youth, for almost daily attacks against Palestinians in the West Bank, Palestinian Arabs in the West Bank. And they are burning their groves, olive groves. They are burning their homes. They are taking people. They are killing people. This is totally obnoxious and something that can't be tolerated. And unfortunately, it's tolerated because the fact is that it continues, and in most cases, the ones that are arrested are the. ოლმერტი ეძახის, რომ მსგავსი დეპოპულაციური გეგმები მხოლოდ ღაზის მიმართ არ არსებობს, ეს არის დასავლეთ სანაპიროს მიმართაც, რომ მაგალითად ისრაელს წახალისებული ყავს ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა ულტრა მემარჯვენე, ასე ვთქვათ, დაჯგუფებები, ესეთი, რომ ამ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დაარბიონ პალესტინური მოსახლეობა დასავლეთ სანაპიროზე, დაუწვან პლანტაციები, ზეთისხილის ბაღები, დაუნგრიონ სახლები, თუნდაც მოკლან წინააღმდეგობის გამწევი ადამიანები და ბოლო რამდენიმე თვეა, რამდენიმე ათეული ადამიანი არის მოკლული დასავლეთ სანაპიროზე, იქაური პალესტინელები და აი ამ პოლიტიკასაც ეჰუდ ოლმერტი აკრიტიკებს და ამ ქმედებების მიმღებლობა და ამის ნორმალიზება დაუშვებელია ისრაელისთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. The victim Palestinians is not the Israeli attackers. And this is part of what I am campaigning against. Now, question that you have outlined is whether Bibi is captive by these guys. He is willingly. და ამბობს, რომ აი ამ გარკვეულწილად შეტაკებებს დასავლეთ სანაპიროზე ემსხვერპლება არა ამ შემთხვევაში მოძალადი, ეს ვთქვათ, დამარბევი ახალგაზრდები, არამედ კვლავ მსხვერპლი პალესტინელები და აი ამ მოცემულობისთვის ეჰუდ ოლმერტ ამ მოცემულობის შესაძლებლად ეჰუდ ოლმერტს აქვს შიდა პოლიტიკური კამპანია დაწყებული, რომ ამისი ნორმალიზება არ მოხდეს ისრაელში. Captive. It's not something that he is fighting against, that he is trying to stop. He is willingly captive by these messianic, extreme fundamentalist right-wingers, supporters of Jewish terror, because it's true that this is probably the only escape he has from what awaits to him, but also because. აქ უკვე გადადის პოლიტიკურ შეფასებაზე ეჰუდ ოლმერტი და ის იძახის, რომ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ არის მისი ულტრა მემარჯვენე ექსტრემისტი მემარჯვენეების ტყვეობაში, გულისხმობ იმას, რომ სამთავრობო კოალიციას ულტრა მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიები უქმნიან ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისინი ტოვებენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეშლება ეს სამთავრობო კოალიცია და მასზე უკვე რამდენიმე საქმეა აღძრული კორუფციული ბრალდებებით და დიდი ალბათობით მას ელოდება ციხე. თუ კი ის აღარ იქნება პოლიტიკურ ძალაუფლებაში, ეს ექსტრემისტი მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები არის ითამარ ბენ-გვირის და ბეზალელ სმოტრიჩის პარტიები. და აქ ოლმერტი იძახის, რომ ნეთანიაჰუსაც სურს ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, უბრალოდ ამას ფუთავს ისე, რომ ასე ვთქვათ, იძულებულია, რომ ანგარიში გაუწიოს მის აი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფებს და რომ ასე ვთქვათ, ნეთანიაჰუს არის თავისი სურვილის და მიხედვით აი ამ ექსტრემისტი, რადიკალი, როგორც ახსენებს ეჰუდ ოლმერტი, ებრაული ტერორის მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების მომხრე. The fact is that for the last 15 years Netanyahu was the guy that ignored the Palestinian Authority, which was a potential partner for peace negotiations, and was supporting Hamas, the financing of Hamas through Qatar, but with the agreement, support and cooperation of the Prime Minister of Israel. და ოლმერტი იმეორებს იმას, რომ ამ ძალაუფლებაში ყოფნით ბენიამინ ნეთანიაჰუ თავიდან ირიდებს იმ პოტენციურ მომავალს, რაც მას ემუქრება და იძახის, რომ ბოლო 15 წელიწადი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ზუსტად ის პერსონა, რომელიც შეგნებულად ასუსტებდა და შიგნით ანგრევდა პალესტინურ სახელმწიფოს და პალესტინის ხელისუფლებას, როგორც აქტორს, რომელსაც ის უნდა მოლაპარაკებულიყო აი ამ სამეზობლო მშვიდობაზე და იმისათვის, რომ მშვიდობა არ დამყარებულიყო ისრაელსა და პალესტინას შორის,
ნეთანიაჰუს ხელისუფლება ყატარის გავლით შეგნებულად აფინანსებდა ჰამას, ამ რადიკალურ რეაქციულ ისლამისტურ დაჯგუფებას, რომ ასე ვთქვათ, არგუმენტი ჰქონოდა ნეთანიაჰუს პალესტინელებთან წინააღმდეგობის და ბრძოლის საწარმოებლად. აქ ეჰუდ ოლმერტი პრაქტიკულად აჯამებს იმას თუ რატომ მიმდინარეობს ღაზის სექტორში ეს გენოციდური სამხედრო კონფლიქტი დღემდე და რომ ის არ წყდება და რომ მაგალითად აი ამ ხელოვნების და ჰუმანიტარული მსხვერპლის მიუხედავად ბენიამინ ნეთანიაჰუ არ წყვეტს აი ამ ინტერვენციას, რომ ამას აქვს შიდა პოლიტიკური განზომილება, რითაც აი ამ ესკალაციით და ღაზაში სამხედრო ოპერაციით ისრაელის ულტრამემარჯვენე ძალები ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიდერობით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და ისრაელის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაზე აქვს პრაქტიკულად მონოპოლია. ასევე ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ცნობილი აქტივისტის გრეტა თუნბერგის განცხადებების და მისი სამოქმედო გეგმა, რომ ის და მისი მეგობრები აპირებენ მცირე ფლოტილიით ჩავიდნენ ღაზაში და ჩაიტანონ ჰუმანიტარული დახმარება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მსგავსი ჰუმანიტარული დახმარებით გასული ფლოტილია ღაზის მიმართულებით ისრაელის ავიაციამ დაბომბა და ამ ფლოტილიამ საკუთარ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა ამას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოყოლია, თუმცა ახლა გრეტა თუნბერგის შემთხვევაში გარკვეულწილად ისრაელის ქმედებებიც არის შეზღუდული, რამდენად შეძლებენ იმას, რომ აი ეს პატარა ნავების კატარღების ფლოტილია, ასე ვთქვათ, შეაკავონ და გახსნან ცეცხლი აი ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ გრეტა თუნბერგს გარკვეულწილად აქვს დიდი ცნობადობა დასავლეთში და დასავლური ლიბერალური სამყარო მას ანგარიშს უწევს ამ შემთხვევაში და ამ გრეტა თუნბერგის განცხადებას მოყვა საკმაოდ რეაქციული პასუხები, როგორც ისრაელში, ასევე ამერიკულ ნეოკონსერვატიულ ისტაბლიშმენტში და ყველაზე ცნობილმა სახემ ამ მიმართულებით ლინდსი გრეჰმა მუქარი შემცველი პოსტით დადო, რომ იმედია გრეტა თუნბერგმა და მისმა მეგობრებმა იციან ცურვა, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ არის მუქარა აი ფლოტილიის მიმართ. ზარდი დიპლომატიური საერთაშორისო წნეხი რამდენად იქნება ეფექტური ბენიამინ ნეთანიაჰუს შესაკავებლად და ისრაელის გეგმების შესაკავებლად, როგორც ღაზის სექტორის მიმართ, ასევე რეგიონული მასშტაბით, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ პალესტინური საკითხის ყველაზე აქტიური დამხმარე, პრაქტიკაში დამხმარე აქტორები რეგიონში პრაქტიკულად არიან განეიტრალებულები. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ჰეზბოლას, რომელმაც ღაზის კონფლიქტის დაწყებიდან უშუალო მხარდაჭერა გამოუცხადა ჰამას და ღაზელ პალესტინელებს და საკუთარი ესეთი სამხედრო ესკალაცია დაიწყო ისრაელის ჩრდილოეთში და გახსოვთ შარშანდელი წელი თითქმის მთელი წელი ეს მიმდინარეობდა და საბოლოოდ ისრაელმა მოახერხა ის, რომ ამ ორგანიზაციის ლიდერშიპი, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერშიპი სრულად გაანადგურა, მათ შორის ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთის სამხრეთში მოკლა ავიაიერიშებით. ასევე მეორე ესეთი მსხვილი მხარდაჭერი პალესტინური საკითხის იყო სირია, ასადის ხელისუფლება და ჩვენ ნახეთ რა პოლიტიკური ჯგუფებით ჩანაცვლდა ასადის ხელისუფლება და რაც მთავარია მუჰამედ ალ-ჯულანი უკვე დაიწყო იმ პალესტინური პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფების გაძევება სირიის ტერიტორიიდან, რომლებიც აქამდე დაახლოებით 70-იანი წლებიდან მოყოლებული სირიის ტერიტორიაზე ოპერირებდნენ და ესეც მოხდა ისრაელის ზეწოლით ალ-ჯულანის მიმართულებით და ასევე ალ-ჯულანიმ განაცხადა, რომ ის მზადაა ისრაელთან მოლაპარაკებებისთვის, ისრაელთან ნორმალიზებისთვის, რომ მათ ყავთ საერთო მტერი. ამ საერთო მტერში იგულისხმება შიიტური ჰეზბოლა და ირანი. დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვიზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.